აი ჩვენ რითი ვიცით დავით მეფე ეკლესიაში ვინც დადის იქ იცით რომ ფსალმუნები იკითხება ხო გაგიგიათ ფსალმუნები ეს არის ყველაზე დიდი პოეტური შედევრი რაც კი რამ შექმნილა დედამიწის ზურგზე ყველას აღემატება ეს არის საეკლესიო თხზულებამ და დიდმა მეფემ ღმერთს მიუძღვნა ეს ყველაფერი დიდი სიყვარულით და გამოვიდა იმდენად ღრმაზროვანი, იმდენად მადლსავსე, იმდენად წინასწარმეტყველური, რომ შეიძლება ითქვას ამ ფსალმუნებში მთელი მსოფლიო ჩატია დავით მეფემ. ამ მხრივ არის ძალიან მნიშვნელოვანი ფსალმუნები. ვინც მერე მოიზდებით და ტაძარში ივლით ბავშვებო, აი ლოცვაზე თუ დააკვირდებით, ლოცვაზე და წირვაზე არა 1 და 2 და 10 ფსალმუნი იკითხება ყოველ წირვა ლოცვაზე. ფაქტიურად წირვა ლოცვებში ყველაზე დიდი ადგილი აი დავით მეფსალმუნეც ამიტომ ქვია დავით მეფის ამ ნაწერებს. იქ არის ძალიან დიდი სინანული პირველ რიგში. რისი სინანული? იმის სინანული, რომ ადამიანს უნდა კარგად მოიქცეს, მაგრამ ხშირად შეცდომას უშვებს ადამიანი. და აი აქ არის ზუსტად სინანული, ამიტომ გჭირდება, რომ ჩვენ ისე ადამიანები ვერ მოვიქცევით, რაც არ უნდა ვეცადოთ, რომ არანაირი შეცდომა არ დაუშვათ ცხოვრებაში. ამიტომ შეცდომის დაშვება ეს არ არის კატასტროფა, თუმცა ჩვენ უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შეცდომა არ დაუშვათ და როგორც ღმერთმა გვასწავლა, ისე მოვიქცეთ, თუმცა ადამიანმა რო 64 დაკარგა, ადამიანის მდგომარეობა დაზიანდა. ადამიანი ისეთი აღარ არის ღმერთმა როგორიც შექმნა და ამიტომ ხშირად ადამიანი უშვებს შეცდომებს. ანუ ადამიანი მიდრეკილია ცოდვათა ჩადენისკენ. არა ღმერთისკენ არის ახთოთ მიდრეკილი. არამედ პირიქით, აი მოსწონს ადამიანური ამბები. აი რა ადამიანური, მატერიალური, მიხვდით? არა და ჩვენი შინაგანი სამყარო კი მოითხოვს სულიერს, თაებრიws, რაღაც მარადიულს, რაღაც აღმატებულს. ხო და როცა ჩვენ მიწიერით გვინდა რომ დავიგმაყოფილოთ ჩვენი შინაგანი განცდები, ასეთი მცდელობა, რა თქმა უნდა, წარუმატებელი რჩება და ადამიანი აი ასეთი არასწორი ქმედებით ზიანდება. ანუ ამას ცოდვა ქვია, იცით, ღმერთის წინააღმდეგ წასვლას ქვია ცოდვა და ცოდვა ცოდას რო ემატება, ცოდვა კიდე ცოდა ემატება, აი ადამიანი უკვე ამ ცოდვებისგან სულში შედის ჭუჭყი და ამ დროს შემოძვირფასებო ესე იგი ღმერთი კიდე წმინდაა. ღმერთი კიდე ჭუჭყიან ადგილას მოთავსდება, ის ხო წმინდა, ამიტომ ჩვენი ჭუჭყის გამო, სულში დაგროვილი ჭუჭყის გამო უფალი ტოვებს ამ ჭუჭყს და ადამიანი რჩება ღმერთის გარეშე. ღმერთის გარეშე კი ადამიანს მოდის ცუდი აზრები, აი მოსდის აზრი რომ მოიტყუოს, მოსდის აზრი რომ დასცინოს სხვას, მოსდის აზრი რომ დაჩაგროს სხვა, მოსდის აზრი რომ მყუილი თქვას, მოსდის აზრი რომ მოიპაროს რაღაცა და მერე უკვე დიდები რო ხდებიან, მოსდის აზრი რომ ცემოს, დაჩაგროს, მოკლას და ასე შემდეგ. აი იმიტომ ტრიალებს ამდენი უბედურება. მაგრამ ადამიანი ხო მიხვდა თავის შეცდომას, მიხვდით? ეკლესიაც ამიტომ მოგვეცა და ღმერთიც იმიტომ მოვიდა ჩვენთვის იესო ქრისტე, მიცით რომ ჩვენი ცოდვები ყველა ჯვარზე გააკრა მან. ამით მოგცა შანსი ჩვენი ჭუჭყისგან, სულიერი ჭუჭყისგან განვიწმინდოთ. რომ ისევ ღმერთი დავიბრუნოთ გულში. აი ეს პროცესი, ამიტომაც ეკლესია ორად იყოფა, კაცთა მოდგმას ორ ნაწილად ყოფს. ერთი არის მებრძოლი ეკლესია და მეორე არის მოზეიმე ეკლესია. აი მებრძოლი ეკლესიის წევრები ჩვენა ვართ, ცოცხალი ადამიანები. რას ნიშნავს იცით? სანამ ცოცხლები ვართ, სულ ბრძოლაში ვიქნებით. ასეთი პერიოდი არ არსებობს, რომ აი ამ ჩვენმა მიწიერმა მიდრეკილებამ, ჩვენმა წესებმა, ჩვეულებებმა, რაც ადამიანს ჩვევია, ჩვენმა ზოგადად ბოროტმა აზრებმა, ბოროტი ხო ცუდ აზრებს აწვის ადამიანს და
ხშირად ადამიანი ვერ ხვდება, რომ ის ბოროტისგან მოწვდილია და ზოგჯერ თავისი აზრებიც კი გონია, დიადი ბრჭყალებში აზრები და უჯერებს ამ ბოროტს და ხშირად ცუდად იქცევა. ამიტომაც ადამიანს მალ-მალე სჭირდება განიწმინდოს იმ ჭუჭყისგან, რომ არ დაკარგოს ღმერთთან ყოფობის მადლი და წყალობა. მოკლედ, აი ჩვენი სწავლება ზუსტად ამას შეეხება ყოველთვის, რომ იცით, რომ ქართული იდეის მსახურია ჩვენი პროექტის სამშობლოს მცოდნეობა, ქართული იდეა კი ილია ჭავჭავაძემ თავის დროზე ასე ჩამოაყალიბა ქართული სულიერი საუნჯე ჩვენი რაზე მთელი საქართველო დგა, ეს არის მამული ენა სარწმუნოება, მათი დაცვა და აღორძინება ჩვენში და ჩვენმა კათოლიკოს პატრიარქმა, მეფე პატრიარქმა ილია მეორემ უფრო დახვეწილი ფორმით დღევანდელ დღეს ასე წარმოგვასწავლა ეს ქართული იდეა არის ღმერთი სამშობლო ადამიანი. ანუ როგორ შევიყვაროთ ღმერთი, როგორ ვემსახუროთ ღმერთს, როგორ მოვიქცეთ ისე, რომ ღმერთი იყოს ჩვენთან, ჩვენს გულებში, რომ ნაკლები შეცდომა დაუშვათ. მეორე, რომ ჩვენ ქვეყანას ჩვენი დახმარება სჭირდება, დედა შეუძლოთ არის ჩვენი დედა სამშობლო, მას ტკივილები აქვს, ჭრილობები აქვს, დასუსტებულია და ჩვენი დახმარებით შეიძლება ჩვენი მიზანი უნდა იყოს, რომ დავეხმაროთ ჩვენს დედა სამშობლოს და ფეხზე დავაყენოთ და ავაღორძინოთ. რომ ამდენი უცხოეთში დაკარგული შვილი რომ ყავს, როცა დედა მოღონიერდება და ძლიერად იქნება, მერე დაუძახოთ ჩვენ დებსა და ძმებს, რომ ჩამობრძანდით უკვე დედა გიხმობთ თქვენ. ეხლა ის ადამიანები ხშირ შემთხვევაში მართლებიც არიან, იმიტომ რომ აი ესე ამბობენ ხოლმე, იქ სხვანაირი ცხოვრება ნახეს უკვე გამართული რო იტყვიან, აბა რო ჩამოვიდეთო არის სამსახურიო, გვეკითხებიან. ხო და სამსახურიც ხო უნდა საცხოვრებელი პირობები ადამიანურია ეს ჩვეულებრივად, მაგრამ მეორე მომენტიც ასეთია, რომ თუ ჩვენც მასე ვიფიქრეთ და ყველა წავედით უცხოეთში, მაშინ ამ დედას ვიღა მიხედავს. ამიტომ აი ჩვენი სამშობლოს მცოდნეობის სწავლების კურსი მოიცავს იმას, რომ ბავშვები ისეთი სულისკვეთებით აღზარდოთ, რომ ჩვენი მიზანი თავიდანვე გახდეს, როგორ უშველოს ჩვენ დედას, როგორ დავაყენოთ ფეხზე, როგორ მოუშუშოთ ის ჭრილობები, წყლულები, რომელიც მას დაუგროვდა და დავაყენოთ ფეხზე და მერე დავაბრუნოთ ჩვენი ემიგრანტებით და ძლიერი ლამაზი სახელმწიფო შევქმნათ. და მესამე, ეს არის ადამიანის მიმართ ჩვენი დამოკიდებულება. ზოგადად ადამიანი ღმერთმა სიყვარულისთვის შექმნა და ადამიანს ევალება, რომ გასცეს სიყვარული და მიიღოს სიყვარული. აი გული მაგისთვისა აქვს ადამიანს. ხო და ზუსტად ეს არის, რომ ჩვენ ქართულ იდეაში მე ჩვენ თანდათან უფრო კარგად ვისწავლით დახვეწილად კონკრეტულად, რომ ღმერთი ადამიანს ავალებს არა მარტო საკუთარი ოჯახის წევრი უყვარდეს, არა მარტო თავისი კლასელი უყვარდეს, არა მარტო თავისი მეგობარი უყვარდეს, ვინც მას კარგად ექცევა, არა მარტო ის უყვარდეს, არამედ ქრისტიანობა და ქართველობა მოითხოვს, რომ ადამიანს უყვარდეს, ვინც მტრად მოექცევა ისიც კი. აი ასეთი ფენომენალურია ქრისტიანული სწავლება და საქართველოს მოდგმა, ჩვენი გენი, ჩვენი ტრადიცია, ზუსტადად ჩვენი სწავლება შეიცავს ამას, რომ ჩვენ გვიყვარდეს ღმერთი, გვიყვარდეს სამშობლო და გვიყვარდეს ადამიანი და კონკრეტულად გვიყვარდეს მტერიც და მოყვარიც. აი ეს არის დაახლოებითი განხილვა იმისა, რას ვსწავლობთ ჩვენ. ეხლა ჩვენ დღეს მე-15 გასაკვეთი გვაქვს და როგორც გითხარით, დავით მეფე, მეფსალმონე, ჩვენი უსაყვარლესი დიდი მეფე. ეხლა ეს არის ბიბლიური სწავლებები, პატარა ძალიან მოკლე სწავლებები, მაგრამ მოცემული იმისთვის, რომ ჩვენ ჩავწუდეთ ქრისტემდე რა გზა გაიარა კაცობრიობამ. და ძალიან მცირედი გვაქვს ამოკრეფილი თქვენთვის, მაგრამ ამოკრეფილი გვაქვს სულ ისეთი ისტორიები, რომლებიც ძალიან მრავლის მეტყველია და ჩვენ კონკრეტულ სწავლებას გვაძლევს. აი მაგალითად ჩვენ იობ მრავალმნებულზე რო ვისაუბრეთ,
იქ ჩვენ ყველამ თქვით, რომ იმისთვის, რომ ჩვენ ქრისტემდე მივაღწიოთ და ქრისტე ჩვენს გულში შემოვიდეს, იობმა გვასწავლა, რომ საჭიროა მოთმინება. მოთმინების გარეშე ვერც ერთი ადამიანი ვერაფერს ვერ მიაღწევს. ეხლა რა ნახოთ, აბა შევხედოთ დავით მეფსალმონის სწავლებაში რა არის ყველაზე ესე იგი დასაფიქრებელი და რაზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ეხლა იმ პერიოდში სანამ ქრისტე მოვიდოდა, ჩემო ძვირფასებო იესო ქრისტე, ჩვენი მხსნელი, ღმერთი ადამიანებს უგზავნიდა ხოლმე დიდ წინასწარმეტყველებს. ეხლა ვინ არიან ეს წინასწარმეტყველები? წინასწარმეტყველები არიან ადამიანები, რომლებიც ცდილობდნენ, რომ მაქსიმალურად სწორად ეცხოვროთ ღმერთის წინაშე, ცდილობდნენ ამას და გულით, სულით იყვნენ, ესე იგი, წრფელები და ალალები ღმერთის წინაშე. და როცა მათი ასეთი რო იტყვიან განსაკუთრებული ცხუნვარე დამოკიდებულება და სიყვარული ღმერთის მიმართ შესმენილი იქნებოდა და წყალობა წამოვიდოდა ზეციდან, მათ ეძლეოდათ ასეთი საოცარი ნიჭი, წინასწარ ხედავდნენ ყველაფერს. ანუ ღმერთი მათ ელაპარაკებოდათ და დიდ საიდუმლოებებს უმჟღავნებდა და ზოგჯერ ადამიანებს ესე იგი ღმერთი წინასწარმეტყველის ენით ელაპარაკებოდა. აი მაგალითად მოსე წინასწარმეტყველს იცით, ჩვენ წინაზე განვიხილეთ, რომ დაუწერა კანონები, რომ ადამიანებს გადაეცი, აი ამ კანონებით, მცნებებით უნდა იცხოვრონ. აი იმდენად დიდი წინასწარმეტყველი იყო მოსე, რომ პირადად გადასცა ეს კანონები, რომელსაც ჩვენ ქრისტეს ცნებებს ვეძახით. ღმერთის მცნებებს, რომლებიც ყველა ადამიანმა უნდა დაიცვას. ეხლა მაგ პერიოდში იყო სამუელ წინასწარმეტყველი, ასეთი დიდი წინასწარმეტყველი, რომელსაც უთხრა, რომ დადგა ძალიან მნიშვნელოვანი დღე ებრაელების ისტორიაში, როცა უნდა მეფე ეკურთხოს, ციდან უნდა ეკურთხოს და როგორ აკურთხებდნენ იცით? მირონი უნდა დაესხათ ზედ. ეხლა რა არის მირონის შეკითხვა? აი მირონი არის სითხე, აი წყალივით სითხე, ზეთივით სითხე, რომელიც დედამიწაზე რაც კი რამ მოეპოვება, არაფერს არ გავს. ანუ ვერავინ ვერ იტყვის, რომ აი მირონი არის ზეთი, ან წყალი, ან ღვინო, ანუ ბუნებაში ასეთი რამე არ არსებობს. ესე იგი ეს არის ღვთაებრივი, ღმერთი აძლევს ადამიანს. აი ჩვენ საიდან ვიცით მირონი რა არის? მაგალითად კონკრეტულად ვიტყვი, ბარბარე კანთელაშვილი ტკოცელი რომ მოინათლა, ხო ხარ ბარბარე მონათლული? თავი დამიქნია და ხო არის რა თქმა უნდა, როდესაც მოინათლა ჩვენი ძვირფასი ბარბარე, ბავშვებო, მას მირონის ცხეს. ერთადერთხელ აი ადამიანს ბარბარეს მაგალითად ერთადერთხელ სხებენ მირონს, მეორედ მირონის სხება აღარ შეიძლება. აი თუ ადამიანი, თქვათ ლუკა ქორიძე, ლუკამ ისეთი კაი დავალებები შეასრულა, მე უნდა გესაუბროთ მაგაზე, ძალიან საინტერესო თემები დაგვიწერა და ძალიან დამამახსოვრა თავი. ხო და აი სიტყვაზე ლუკა როცა მოინათლა, ძალისელი, ცხეთელი ლუკა, მასაც მირონის ცხეს და აი თუ მეფეთ აკურთხეს ლუკა, როდისმე მეფეთ, ხო? მაშინ მეორედ მხოლოდ მაგ დროს ცხებენ ლუკას მირონს. მეფეთ კურთხევის დროს. აი ასეთი დიდი საიდუმლოა. ხო და ეხლა უყურეთ ადრე როგორ იყო. დიდ წინასწარმეტყველს ეტყოდა ღმერთი, რომ მე შეგარჩევინებ რომელია მეფეო. შეარჩევინებდა ღმერთი თვითონ ეტყოდა და მივიდოდა ეს წინასწარმეტყველი და მირონს დაასხავდა ზემოდან თავზე. ასე ეს თლიანად გაწუწავდა რომ იტყვიან და ეს ნიშნავს დაუკვირდით სიტყვას მირონცხებული მეფე. აი ჩვენი მეფეები, დავით მეფე, რა თქმა უნდა მირონცხებული მეფეა, თამარ მეფე მირონცხებულია,
მირიან მეფე და ასე შემდეგ ჩვენი გამოთქმაც არსებობს ქართულში, რომ მირონცხებული მეფეო. აი ასეთი ნიშანი. მოკლედ სამუელ წინასწარმეტყველი გამოაგზავნა ღმერთმა და უთხრა, რომ იესეს ოჯახიდან უნდა მოძებნო და ერთ მის ვაჟს უნდა მირონი დაასხაო და ის იქნება მეფეო. წამოვიდა ახლა სამუელი, მოძებნა იესეს ოჯახი, ხო და შევიდა ოჯახში და აბა შენი ბიჭები გამოიყვანეო. გამოიყვანა იმან და ისეთი ლამაზი უფროსი ბიჭი ყავდა, რო შეხედა ისე მოეწონა, რომ ალბათ ეს იქნებაო და გაამზადა, რომ უნდა დაასხას მირონი და ამ დროს ღმერთი ეტყვის სამუელ წინასწარმეტყველს, ნუჩქარობო, ეგ არ არის ისო. გაუკვირდა სამუელს, ასეთი ლამაზიო, თქვენ ხო ეს ოჯახ ამაზე ლამაზი და ამაზე ძვირფასი და მაღალი და წარმოსადეგი იქნებაო და ეცეთ რა უთხრა ღმერთმა? თქვენო ადამიანებიო, მატერიალური თვალით უყურებთ ყველაფერს, ანუ გარეგნულად. აი გარეგნული რა არის? იცით, რომ აბა როგორი სახლი აქვს ზურას, მაგალითად ბარბარე წამალაიძეს რა აცვია, ეს არის გარეგნული. აბა როგორ სახლში ცხოვრობს დემეტრე და ანდრია, ეს არის გარეგნული. როგორი ლამაზი გოგოა სიტყვაზე ელენე ჩვენი და ასე შემდეგ, ეს არის ფიზიკური აღნაგობა და ესე იგი მატერიალური თვალით დანახული. მაგრამ აი ზურას გაეღიმა ეხლა, რომ რა არის სულიერი თვალი. სულიერი თვალით ღმერთი გვიყურებს ჩვენ. და ღმერთ ჩვენი გარეგნული ჩაცმა, დახურვა და გამომეტყველება კი არ აინტერესებს, მას აინტერესებს ჩვენი გული. რა ხდება ჩვენს გულში? რამდენად შიგა სამყარო, რამდენად ღვთაებრივი გვაქვს, კეთილი გვაქვს, მოსიყვარულე გვაქვს. აი ამით იცის ადამიანის გამორჩევა ღმერთმა და ყველა ბიჭი დაათვალიერებინა, არა, არც ერთი არ აღმოჩნდა. ხო და მერე უთხრა, რომ იესეს უთხრა, რომ შენ სხვა შვილი არ აკავსო? კიო, ერთიც მყავს, კიდევ ოღონდ ისო თლად გამოსაჩენი არ არის, პატარა ბიჭიაო, აი მწყემსიაო, თან ცოტა მოერიდა კიდე წრეეთ, აბა მწყემს მეფეთ ხო არ ვაკურთხებთო. ხო და სად არისო და აი ცხვარსა მწყემსა თაშია გაგზავნილი. მაიდი აბა მომიყვანე აქაო, დაავალ. ხო სამუელ წინასწარმეტყველს ისეთი დიდი ავტორიტეტი აქვს ბავშვებო, რომ რა თქმა უნდა ყველამ პირდაპირ უჯერებდა და თან ესე მორწმუნე კაცი იყო და გაიქცა სასწრაფოდ, გააგზავნა ხალხი და ეს პატარა კაცი მოუყვანეს, შემოვიდა ყველაზე პატარა ამ ძმათა შორის და ისინი კაცილებით ლამაზები, დიდები, დავაშკაცებულები იყვნენ. დაინახა თუ არა და ღმერთმა უთხრა, დაასხი მირონი, ეგ არისო მე ვისაც გამოვარჩიო. ადგა და მირონი დაასხა ესე და ასე ეკურთხა ზეციდან პატარა დავითი. აი ესეთი ამბავი. მერე იქ ძალიან დიდი ამბები დატრიალდა, იმიტომ რომ ამ დროს სხვა მეფე იყო იერუსალიმში, ებრაელებში და ის მეფე რო გაიგებდა, რომ სხვა მეფე შეირჩა და მირონი დაასხესო, ხო და უწყებდა მტრობას თავისთავად. ამიტომ ჯერ ამას არ ამჟღავნებდნენ. ეს იყო საიდუმლო. და ღმერთმა უთხრა, ამ საიდუმლოს გამჟღავნების დროც დადგებაო და გეტყვითო როცაო. ხო და ამ პერიოდში ომი ჰქონდათ ებრაელებს ფილისტიმელების წინააღმდეგ. ფილისტიმელები დაესხნენ თავს, ძლიერი დიდი ქვეყანა იყო და დიდი სასტიკი ომი გამოუცხადეს ებრაელებს და ეხლა დავითი პატარა იყო და ომში ვინ წაიყვანდა მას და მისი დიდი ძმები კი რა თქმა უნდა ამ ომში მონაწილეობდნენ თავისი ერის სასარგებლოდ, ერის ჯარში მსახურებდნენ. ხო და ეს დავითი როგორც პატარა მამა აგზავნიდა ხოლმე, რომ საჭმელ სასმელი და ტკბილეული წაეღოთ თავისი ძმებისთვის ომში. ომში ხო ადამიანს ჩაცმა სჭირდება, მოლამაზება სჭირდება, უნდა კარგი ყვება სჭირდება, თბილად ყოფნა სჭირდება და აი ესე იგი ამით ამარაგებდნენ ხოლმე ოჯახის წევრები ჯარისკაცებს.
ხო და ეს პატარა დავითი გააგზავნეს. და ეხლა სანამ დავითი მივიდოდა, რა მოხდა, ჩემო ძვირფასებო? ფილისტიმელების მხრიდან იყო ერთი ძალიან დიდი გიგანტი ადამიანი. გოლიათს ეძახდნენ ზედმეტ სახელად, გოლიათი ერქვა. გოლიათი ნიშნავს ძალიან დიდ, აი ადამიანზე გაცილებით დიდ ესეთ არსებას და იმან თქვა, რომ მოდიო მთელი ჯარითო, რატო ვიბრძოლოთო ყველამ? მოდიო ფილისტიმელების მხრიდან მე გამოვალო საბრძოლველათო და თქვენ ებრაელებმაც ერთი კაცი შეარჩიეთო საბრძოლო და ერთი-ერთზე შევებათო. თუ მე დავამარცხებო, გამარჯვებულები ჩვენ გამოვალთ. თუ თქვენი ჩეული დამამარცხებსო, გამარჯვებული თქვენ გამოხვალთო და თქვენ დაგრჩებათ მთელი, ესე იგი, ავლად იდებაო. ხო და გამოვიდა ეს გოლიათი და იმ ხელა კაცი იყო, რო დაინახეს ყველა შეეშინდა, ამას ჩვენ რა უნდა დავაკლოთო და თან ბავშვებო, იმას ხო იარაღები ქონდა ხელში და რა ეცვათ, იცი, დასაცავი, აი ხმალი რო დაერტყათ, რო ჩაიცვამდნენ ხოლმე, აქ რკინებს და იმებს ჩაიცვამდნენ, რომ ხმალი რო დაერტყათ, არაფერი მოუვიდოდა. მუზარადები ეფარათ თავზე და ესეთი სამოსი ქონდათ რკინის, რომ დაცული ყოფილიყვნენ ყველა მხრიდან და იმდენად საზარელი დასანახი იყო ეს გოლიათი, თან აღჭურვილი ამ საბრძოლო იარაღებში, რომ უზარმაზარი ჯერ მარტო ფარი ჰქონდა, უზარმაზარი. და რა თქმა უნდა, იარაღები კიდე გაცილებით უფრო მძიმე და ვერც ერთი ებრაელი, თუმცა მაგ ბევრი ვაჟკაცები ყავდათ ჯარში, მაგრამ ვერ ბედავდა გასვლას. ყველას ეშინოდა. იმიტომ რომ არანაირი, ესე იგი, შანსი არ ექნებოდათ მისი დამარცხების. და სიკვდილი კი მით უმეტეს ასე უბრალო ვისუნდა და აი ამ დროს 2 დღე გავიდა და უკვე ფილისტიმელები დასცინიან ებრაელებს, თქვენ შიშრებო, თქვენ ლაჩრებო, თქვენ ვინ ყოფილხართო. ხო და ძალიან ცუდი სიტუაცია. მეფეც დამწუხრებულია, რა გააკეთონ აღარ იციან, შერცხვენილები არიან. წაგებას ვიღაჩივის, ჩემო ზურა, ესე იგი, შერცხვენილები არიან, ყველაზე, ესე იგი, ცუდი ეგ არის, რომ შერცხვენილი რო ხარ და რა გააკეთო, რო არ იცი, რითი უშველო შენ ქვეყანას. და აი ამ დროს დავითი მიუტანა თავის ძმებს ეს, რაც მამამ გაატანა და რა გაიგო, მოუყვნენ ეს ყველაფერი. უიმეო, რას ამბობო, მოიტა, მე გამიშვითო, მე გავალ საბრძოლველად. ხო და ამათ უთხრე, შენ როგორ გახვალო, ასეთი პატარა, ჩვენ შორის ყველაზე პატარა ხარო და ჩვენ იმასთან შედარებით ვართ პატარაო და შენ რაღა გამოჩდებიო. ხო და იცით რა უთხრა? თქვენო იცით რაში ცდებითო? თქვენ თქვენი იმედით გადიხართო და თქვენი ძალის იმედი გაქვთო. და მეო, ჩემი იმედით კი არ გავალო. მე ღმერთის იმედით გავდივარ ყველგანო და ამიტომ არ მეშინია არანაირი მტრისო. ასეთი ეს რა სიტყვა თქვაო? ყველანი დაფიქრდნენ, კაცო, ეს რა სიტყვა თქვა ამ კაცმა? არც ეშინიაო, ისე იძახის გავალო და კაი, აბა ვეტყვით მეფესო და წარუდგინეს მეფეს ეს პატარა დავითი. ახლა მეფემ უთხრა, კი მაგრამო, შენო რა ლამაზი პატარა ბიჭი ხარო, ხო? შენ როგორ გახვალო ამ ხელა გოლიათს როგორ დაამარცხებოდა? იგივე აუხსნა რომ მეო, იქ სადაც ხომ მწყემსაო რა, ჩემ ფარასო. იქო ხანო გელი მოვარდებაო და გამტაცებსო ცხვარსო. ხანო დათვი მოვარდებაო, ხანო ვეფხვი მოვარდება, ხანო ლომიო და გავეკიდები ხოლმეო. ხო და შურდული მაქო, ქვებს ვესვრიო. ესეო და თან ლოცვებს ვამბობო. აბა ღმერთო, დამეხმარეო, ვიტყვიო და დაცვაც კლაო, ვეფხვსაც კლაო და ლომსაც კლაო და გოლიათს ვეღარ დავამარცხებო. ბიჭო, გაკვირვებული უყურებს ეს მეფე. ეს პატარა ბიჭი თუ ლომებს ხოცავსო, მაშინ შეიძლება რომ დავთანხმდეთ ომში. მიდი აბა, კი არ უნდათ სასიკვდილოდ გამეტება, მაგრამ მეტი რა გზა აქვს. ხო და ასე, ჩემო ძვირფასებო, დავითი არც იარაღს აიღებს ხელში, არც ამ რკინის ჟილეტებს არ ჩაიცვამს, როგორც სხვა მებრძოლები, მარტო აიღებს ქვებს საკრიფავს და ამაში ჩაიწყობს, იმიტომ რომ შურდულით ისროდა ხოლმე ქვებს.
ხო და ასე ლოცვითა და ღმერთის იმედად გადის გოლიათის წინააღმდეგ საბრძოლველად და მოხდა. ეხლა ნახეთ გოლიათმა რომ დაინახა რა თქვა. ეს რა საყვარელი ბიჭი მოვიდა, მოფერება დაუწყო. რა ლამაზი ხარო, უთხრა. ეხლა იმას ეგონა რომ სხვა რაღაცის გამო გააგზავნესო, საბრძოლველად თუ გააგზავნეს, რას წარმოიდგენდა ამ ხელა გოლიათი და არაო ამას მე ბრძოლას ვერ დაუწყებო, ეს მოსაფერებელი უფრო პატარა საყვარელი ბიჭიო. არაო იკუთხრეს კაცო საბრძოლველად გამოდისო ეგო და მოემზადე შენაო. ხო და კარგიო მაშინო კი ბატონო, თუ თქვენ მასე გემეტებათო, მე რა მენაღლებაო და დაიწყო შეტაკება. ხო და ასე წერია რომ დავითმაო ამოიღო შურდულიო, ახსენა ღმერთის სახელიო, უთხრა რომ ღმერთო მე ჩემი თავის იმედი არა მაქვს, არც შურდულის იმედი არა მაქვს, არც ის რომ მაგრათვისვი, არც არა, მე მარტო შენი იმედი მაქვს, ვინაიდან შენ აქ დამაყენე, ვინაიდან შენ მე მაძლევ ამის უფლებას რომ მე გავიდე, შენ იმის ძალასაც მოვცემ რომ დავამარცხო ვინც გინდა იყოს. თან მე იცი რომ არ მჭირდება არც სახელი, არც ფული, არც დიდება, უბრალოდ მე მინდა შენი კურთხევა შევასრულო და ჩემ ერს დავეხმარო და გავიდა თუ არა გაჰკრა ეს შურდული და შიგ-შუბში არ მოახვედრა, იმიტომ რომ მარტო შუბლი ქონდა, რომ დაცული არ ქონდა რკინებისგან. მეტი ყველაფერი დაცული ქონდა. ზუსტად იმ ადგილას მოახვედრა, რომელიც უჩანდა ასე ღიად. მოახვედრა თუ არა და ვაი დედაო თქვა ამ გოლიათმა და გადავარდა ბავშვებო და გადავარდა თუ არა მიეჭრა დავითი, იმას თავისი ხმალი ახსნა და თავი გააგდებინა იქავე და 2 წუთში ომი დამთავრებული იყო. ბიჭო გაგიჟნე, გაუხარდათ ამ ებრაელებს, გაძარცვეს მთელი ავლა დიდება, სიმდიდრე, წაართვეს ფილისტიმელებს და ასე გამარჯვებულები, ისე იოლად გამარჯვებულები დაბრუნდნენ. ეხლა მე ბევრი რომ ხო, ეხლა რა თვისება ქონდა ამ დავითს. ჩემო ძვირფასებო, როდესაც ვინც მწყემს დაუნახავს, წყემსები ნახეთ რას აკეთებენ, წყემსები როდესაც მთებში გადიან, იქ გასართობი არაფერი არ აქვთ და ისინი მარტო ყურადღებით არიან, დათვალონ ცხვარი, რომელიმე პატარა ცხვარი არ ჩამორჩეთ სადმე, მგელი არ დაეცეს თავს და ასე ყურადღებით არიან. ხო და იქ როცა ფარა ისვენებს, აი გაჩერდება, ხო ძოვს ბალახს, მაგრამ ზოგჯერ გაჩერდება, დაისვენებენ. ანუ ერთმანეთს მიაყუდებიან ცხრებით და ასე ისვენებენ, დაჯდებიან მიწაზე რა, ლამაზად. ხო და ეს არის დასვენება და ამ დროს დრო აქვს რომ ესე იგი რაღაცით გაერთოს, ხო? თან ხო დავითი პატარა ბიჭი იყო საყვარელი და ეხლა თქვენ როგორ გაერთობოდით, მე კი ვიცი, ილია მოითხოვდა მაგალითად ჩემი მობილური უნდა წავიღო და ჩვენ კი ვიცით რომ აბა კვარაცხელიას ამბები გავიგოთ იქ მეგობრების მიწერმაწერა რა ხდება და რაღაცები ამბები ჩვენ ვიცით რა, კლასის ამბები და 1000 რაღაცები რაც გვაინტერესებს. მაგრამ დავითი ისეთი მორწმუნე კაცი იყო, ღმერთის მოშიში და მოსიყვარულე, რომ სულ ღმერთზე ფიქრობდა, ღმერთს უთხრავდა ლექსებს, ღმერთზე თხზავდა ლოცვებს, ხო და მერე მოუვიდა ამ ესე იგი ლექსების თქმაში მუსიკალური ნიჭი მისცა ღმერთმა კიდე. მუსიკალური ნიჭი და ასეთი საკრავი ქონდა, ასეთი დავითის ქნარი, ასე ქვია, სიმებიანი საკრავი. სიმებიანი საკრავი და ამაზე დაიწყებდა თავის დაწერილ ლოცვებზე გალობას. ხო და ისეთი ტკბილი გამოსტიოდა და ასე მღეროდა და უფალს საგალობლებს ეუნებოდა და ლექსებს უწერდა სულ, ამით ერთობოდა და თან ეთყობა ცხოვრებსაც მოწონდათ ეს სიყვარულით, რომ ღმერთსაც მოსწონდა მისი ადამიანებსაც ძალიან მოსწონდათ და მოკლედ სადაც დავითი ჩერდებოდა, გარშემო ყველა ბედნიერდებოდა, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ სადაც უფალია, მარტო ადამიანი არ ბედნიერდება იქ. ცხოველი, მცენარე, ფრინველი, ყველა ბედნიერდება, იმიტომ რომ ღმერთს მადლი აქვს და ეს მადლი ერთიანად ეწევა ადამიანსაც და ყველა ქმნილებას, იმიტომ რომ ყველა ქმნილება ხო ღმერთის შექმნილია.
აბა დააკვირდი. და ამიტომ აი ამ ფსალმუნში ბავშვებო რაღა არ არის ჩაწერილი, აი ესეთი რამეც კი წერია, რომ ესე იგიო ყველას ვაქებდეთო, ყველა აქებსო თავისებურად ღმერთსო, ცხოველიც, ფრინველიც, მწერიც, ქვეწარმავალიც, იმიტომ რომ ყველაფერი ღმერთის შექმნილია და ყველაფერი როგორ ადიდებს და ესე იგი ყველაფერი ყველაფერი როგორ ემსახურება და როგორ განიცდის იმ ღვთის მადლს, რომელიც მოფენილია მთელს ქვეყანაზეო და აი დავითმა მინდა გითხრათ, რომ შექმნა 150 ფსალმუნი. აი ამ საგალობლებს, რომელიც ღმერთს მიუძღვნა დავითმა, დღეს ფსალმუნები ჰქვია. აი თუ ჩვენ დილის ლოცვებს რო უკითხავთ ხოლმე, ელენე, ჩემო ძვირფასო, ეს დილის ლოცვა რა არის? იცით რომ ვლოცულობთ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვესაუბრებით ღმერთს და ღმერთი გვისმენს ჩვენ. იმიტომ რომ ლოცვა თქვენ იცით რომ არის ღმერთთან საუბარი. მაგრამ თუ ფსალმუნებს კითხულობთ, უკვე ეს მარტო საუბარი კი არ არის, ეს უკვე არის ვედრება ღმერთის წინაშე. ეს როგორც არის გალობა ღმერთის წინაშე. ანუ აღმატებული უბრალო საუბარს. და კიდევ უფრო აღმატებული კი მხოლოდ შემდეგ მოვიდა, როცა ქრისტე მოვიდა და მოციქულებმა სახარება დაგვიწერეს. სახარება კი არის უფლის საუბარი ჩვენთან. ანახეთ, ჯერ ჩვენ უნდა ველაპარაკოთ უფალს, მერე ფსალმუნები უკითხოთ, ანუ ვევედროთ უფალს და უგალობოთ უფალს ჩვენი გულის სიყვარული. და მერე კი მოусმინოთ ღმერთს. ეს უკვე სახარება, ანუ ღმერთი ელაპარაკება ადამიანს და ადამიანი უსმენს ღმერთს, რომ შეასრულოს, მარტო კი არ მოусმინოს, რასაც ღმერთი ეტყვის, შეასრულოს კიდეც მზად იყოს იმისთვის, რომ რასაც ღმერთი ეტყვის, შეასრულეთ. აი ასეთი საოცარი სწავლება დაგვიტოვა. მერე ძალიან დიდი ისტორიები მოყვა ამ ყველაფერს, ეს ჩვენ დღევანდელ ჩვენ პროგრამაში არ არის, უბრალოდ გეტყვით, რომ მერე დავითი გახდა დიდი მეფე, ისრაელის ყველა დროის ყველაზე დიდ მეფეთ არის ცნობილი, იყო ძალიან გონიერი, ჭკვიანი, ბევრი უბედურებაც გადაიტანა მან, სასჯელიც ბევრი ნახა, იმიტომ რომ შეცდომებით ჩაიდინა, თუმცა მერე ინანა, როცა შეცდომა ჩაიდინა და ეს ჩვენ ფსალმუნებში დიდებულად არის მოცემული. დღეს ჩვენ მაგაზე არ ვისაუბროთ, ეს ფსალმუნების უფრო დიდი თემა არის და უფრო რთული თემა არის და რო წამოიждებით, მერე შეგვიძლია ცალკე მამა ზაქარიას თხოვოთ და ერთი დღე ფსალმუნებს დაუთმოთ და არის ძალიან საინტერესო, ცოტა რომ მოვიждეთ. ეხლა ჩემო ძვირფასებო, ჩვენ რა ყველაზე მნიშვნელოვანი აქ რა გავარკვიეთ. ყურადღება მივაქციოთ. ყველაზე მნიშვნელოვანი დავითის ისტორიაში ის არის, რომ როგორ არის ღმერთს მინდობილი და ვინც ასეა მთლიანად გულით, სულით, რწმენით მინდობილი ღმერთს, როგორ ესე იგი წარმატებას მიაღწევს თავის ცხოვრებაში, შეიძლება ძალიან დიდი პატარა მოცულობით ადამიანმა ძალიან თავისი გაცილებით ძლიერი დაამარცხოს. აქ რა თქმა უნდა, მარტო ფიზიკურ გამარჯვებაზე არ ითვლება ეს. ეს არის ზოგადად გამარჯვებაზე ნათქვამი და როცა ადამიანი ღმერთის ნდობით არის, როცა ადამიანი ღმერთის რწმენით არის გამჭვირვალე, მიენდობა მთლიანას უფალს, უფალი მას აძლევს ძალას, აძლევს სიბრძნეს და აძლევს გამარჯვებას. აბა ეხლა მამა ზაქარიას თხოვთ, რომ მამა ისა ჩვენ მეფსალმუნე, დავით მეფსალმუნეს, დავით მეფე ასევე ქვია. 2-20 სიტყვა გითხრას და მერე კიდევ ერთი პატარა, ესე იგი, იგავი მინდა გაგიკითხოთ ჩემო ძვირფასებო. პატარა განვიწყოთ ჯერ ეს შექმნილი სიტუაცია და ტალანტებზე, იგავი ტალანტებზე. აბა დაგლოცეთ მამაო. ერთმა დაგლოცოთ, გილოცათ ნათლისღებას, რამაც დაესწარით ბავშვებო როგორ ახართ. დაგლოცოთ და გაკურთხოთ ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ. მოკლედ საინტერესო საუბარი იყო მინდა დავით მეფეზე და მე იმას ანუ 50 ჩვენ ვიცით რომ 150 ფსალმუნი არის და შემდეგ ბოლოში არ ვიცი ხა
ზოგიერთი აქცევს ყურადღებას, ზოგიერთ სალმუნის ციკში არც წერია კიდევაც და არც იცის ბევრმა, რომ დავითს აქვს თავისი ბოლო ასე ვთქვათ 151 სიტყვა შეიძლება ითქვას ფსალმუნის სახით, ანუ ამბავი გადმოცემული იმასთან იმის შესახებ თუ როგორ მოხდა მისი გამორჩევა. რამდენიმე ის არის წინადადება, სულ რამდენიმე ისტორია, ასე ვთქვათ, და ამას წაგიკითხავთ და მე ვთქვათ რამდენიმე სიტყვი ამასთან დაკავშირებით. ნახეთ რას ამბობს. უმცირეს ვიყავ მე ძმათა შორის ჩემთა და უმწემეს სახსა შინა მამისა ჩემისასა. დავწყსიდი საცხოვართა მამისა ჩემისათა. ანუ რაც ახლა თქვენ ლექსომ მოგიყვართ იმაზეა საუბარი, ანუ თვითონ რყვება თავის თავზე, რომ ყველაზე პატარა ვიყავიო ძმათა შორისო, ასაკითო და მამაჩემის სახშიო და თან ამბობს უმწემეს ვიყავიო, კიდე უმწემეს, ანუ ნიშნავს ყველაზე დამცირებულიო. ანუ ყველაზე ისეთი ვიყავიო რა, პატარა ხო ვიყავიო, მაგრამ უყურადღებოთ ვიყავიო, ანუ ყველაზე წირი ვიყავიო. ყველაზე მწირი ვიყავიო და ესე დაბალიო. და ესე იგიო. და საცხოს ესე იგი და წყემსი ვიყავი მამაჩემის ცხოველებისო. ამ შემთხვევაში საქონელისო. ნახეთ, ხელთა ჩემთა ქმნეს საგალობელი და თითთა ჩემთა განაგეს საქებელი. ნახე, ანუ ჩემი ხელებითო საგალობელი დაიწირაო და ჩემი თითებითო ის საქებელიო, ანუ სადიდებელი ისე და ვინმე მიუთხრას ესე უფალსა ჩემსა და თავად მან უფალმა შეისმინა და თავად მან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე და მე ცხოვართაგან მამისა ჩემისა და მცხოვე ზეთითა ცხებულებისა მისაითა და ნახეთ მე ამას ყველაფერს რო აღვასრულებდიო ვინ უთხრა ეს ყველაფერი ღმერთსო ესო ღმერთმა თვითონ ხო გაიგო და მეო სადაც ვიყავიო ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის ადამიანი სადაც არ უნდა იყოს და როგორც არ უნდა ლოცულობდეს ზუსტად ისეთივე რაგულითაც ასე თქვათ მიმართავს ღმერთს ისეთივე მადლი მიენიჭება მას იმიტომ რომ არც ერთი სიტყვა არც ერთი ჩვენი მოქმედება ღვთის წინაშე და ვედრება არ იკარგება და ნახეთ არასოდეს არ უფიქრია დავით წინასწარმეტყველს იმაზე რომ იცი რა ამას მე იმიტომ ვაკეთებ ახლა რომ მე დიდი კაცი გავხდები თქვათ არ ამით ესე თქვათ კი არ ამაყობდა უბრალოდ მისი გული იყო თავიდან ბოლომდე მორჩილებით სავსე უნდა ითქვას ისიც რომ ყველა მწყემსი ასე თქვათ ვისაც აქვს მწყემსობის უნარი ნახე მწყემსობის უნარი ძალიან დიდი უნარია ძალიან დიდი მადლია მწყემსია თვითონ იესო ქრისტე ყველა ჩვენი ადამიანის და ანუ აქ არის კეთილმწყემსზე საუბარი ზუსტად როგორც დავით წინასწარმეტყველზე რომელიც იყო აი უანგარო ჩვენი თავისი მამის ასე თქვა საცხოვარისა აქ ჩვენ სიმბოლურად ისიც უნდა გავიგოთ ეს უკავშირდება პირდაპირ სიმბოლურად წყემსის როგორც მისი ასე თქვა არსებობას რა დანიშნულება აქვს ნახეთ როგორც დავითისთვის მამამისის ცხოვები და საქონელი იყო მნიშვნელოვანი და მისი გულისთვის თავსაც კი წირავდა ნახეთ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ლომის წინააღმდეგ მიდიოდა წეღარაზე ეს გესაუბრათ ლექსო ანუ ყველაფრის წინა აქ თვითონ ლომი დათვი და გარეული ცხოველები არიან სიმბოლურად ეშმაკებს ტაცებლებს ნიშნავს ხო ნახეთ წინა სახია შეიძლება ითქვას დავით წინასწარმეტყველი იმ დიდი მწყემსობისა რა მწყემსობაც შემდეგში იესო ქრისტემ გაწია ჩვენ ყველა ადამიანის მიმართ ანუ იესო ქრისტემ როგორც ვთქვათ დავით წინასწარმეტყველი წავიდა ლომის წინააღმდეგ ისევე წავიდა ეშმაკის წინააღმდეგ და ისევე ამარცხებდა ყველანაირ ეშმაკს ყველანაირ წინააღმდეგობას ასე თქვათ უკლავდებოდა იმიტომ რომ ის ღმერთია და მას ყოველივე შეუძლია თუმცა აქ არა ყოველთვის უნდა იყოს ერთი რაღაცა გაგებული ბავშვებო რომ
ღმერთი რო არის, ღმერთი არ იყენებს თავის დიდებულებას. პირიქით ღმერთი იყენებს თავის სიმდაბლეს. სიმდაბლით უნდა მიაღწიო ყოველივეს და არა იმით რომ იცი რა, რო თქვა ღმერთს ხო შეეძლო თქვა პირდაპირ სახით გაენადგურებინა ბოროტი. არა. თავარი იარაღი ღმერთისა ბოროტის მიმართ იყო სიმდაბლე. არასოდეს ამპარტავნებით არ მოქცეულა, იმიტომ რომ მასში არ არის ეს ხასიათი ღმერთში. ამიტომ ჩვენ გვასწავლის ამ შემთხვევაში დავით წინასწარმეტყველი ზუსტად იმ თვისებებს, რომელიც ჰქონდა მას. ნახეთ, მას არ ჰქონდა პრეტენზია თუნდაც იმისა, რომ ნახეთ, რომ მისი ძმები ძალიან კარგ პირობებში ცხოვრობდნენ. არაფერი არ უჭირდათ. არ ჩიოდათ, არ წყუროდათ, კაი ჩასაცმელები ჰქონდათ. და ისეთი როგორც გითხრათ ლექსონ, აი ძალიან კარგად გაბრანჭულები და ლამაზად დადიოდნენ და კაი ცხენები ყავდათ და გადაადგილდებოდნენ და ესეთი პატივცემული ადამიანები იყვნენ. თუმცა დავით წინასწარმეტყველს ამაზე არ ქონია პრეტენზია, ის პატარა ბიჭი იყო და მას ჰქონდა მთლიანად გაცნობიერებული და გააზრებული ის, რომ ის იყო მამის მსახური. და სანამ მამა მას არ მოუწოდებდა სხვა მსახურებისთვის, მას არ უნდა შეეცვალა მისი შეხედულებებით რაღაცა თავის ცხოვრებაში. და ზუსტად დავით წინასწარმეტყველი არის ის წინასახე ქრისტეს მსახურებისა, რომელმაც სრულფასოვნად თავდადებით, თავგანწირვით, ანუ თავი გაწირა თავისი მამის ცხოველებისთვის, ანუ წყემსი გახდა ის თავისი ცხრებისა. ცხრები ამ შემთხვევაში სიმბოლურად ადამიანებს განასახიერებს, იმიტომ რომ წყემსი სადაცა იქ არიან ცხოველები სხვადასხვა, ან თქვათ შეიძლება ადამიანიც მოიაზრებოდეს ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ აი მასწავლებელი მაგალითად წყემსია სკოლაში. ვისი? ბავშვების. ხო? წყემსი მაინც და მაინც პირუტყვის ხი არ უნდა იყოს, წყემსი, ანუ მას ყურადღებას აქცევს და ასწავლის და მართულებას აძლევს, ხო? ისიც ესე იყო, ამიტომ დავით წინასწარმეტყველი ზუსტად ამას ამბობს, რომ მე ჩემთვის ვიყავი, განა ვინმე მიუტანა უფალს ის ამბები, მე რასაც ვაკეთებდი უდაბნოში, მაგრამ ნახე თვითონ უფალმა გაიგო ეს, გაიგონა და გამოაგზავნა ჩემთან. ნახეთ და ესე იგი გამოაგზავნა ჩემთან და ცხომე ზეთი. ანუ მე და ნახე და თავად მან გამოავლინა ანგელოზი მისი და აღმიღო მე ცხოვართაგან მამისა ჩემისა და ცხომე ზეთითა ცხებულებისა მისისაითა. და ესე იგი თვითონ ანგელოზმა გამომარჩია ამ შემთხვევაში უკვე ვინც იყო მასთან მოსული იმისათვის, რათა ზეთი ეცხო, იმან ხო მოიკითხა და უთხრა, რომ იცი რა, მოიყვანეთ ის მესამე და ანგელოზმა მოუწოდა მივიდა მამასთან და ზუსტად მასზე მოუწია ეს ზეთისწყება, იმიტომ რომ სათნო იყო ღმერთს ის თავგანწირვა, რაც დავით წინასწარმეტყველმა გამოავლინა თავისი მამის წინაშე. აი ეს არის ზუსტად გულწრფელი მსახურება და თავმდაბლობა. ძმანი ჩემნი იყვნეს კეთილ და დიდა არასთნეს იგინი უფალსა. ნახეთ, აი ის იგივეს ვიმეორებთ ახლა, ანუ თავის ძმებზე ამბობს, რომ ისინი იყვნენ დიდები, ანუ კეთილები ამ შემთხვევაში, ლამაზები, კაი ჩაცმულები და ისეთი შესახედავები, მაგრამ არასთნდა, ანუ არა იყო სათნო უფალს მათი ცხოვრება. ანუ ისინი არ იყვნენ ბოლომდე მორჩილებაში ღვთის წინაშე და შესაბამისად ისინი ვერ იტვირთავდნენ წყემსობის უღელს. და არასთნა იგინი უფალსა. ნახე, განვედი მე შემთხვევად უცხო თესლისამისთა მწყევდა მე კერპთა მიმართვისთა. ნახე, ხოლო მე ვიხადე მახვილი მისი და წარკვეთე თავი მისი და ავხოცე ყვედრებაი ძეთაგან ისრაელისათა. და ნახეთ, წერა რაზეც გეუბნებოდა გოლიათზე საუბრობს დავით წინასწარმეტყველი. გოლიათი უკვე დემონია ბავშვებო თავისი არსით. დემონი, რომელიც იესო ქრისტემ ნახეთ რით დაამარცხა, ჯვარზე ასვლით დაამარცხა. ჯვარზე ევნო. ხო ეუბნებოდნენ მას, არ გინდა შენ მაგას თუ იზამ, ხო გახსოვთ პეტრე მოციქულმა დანაიშიშლა, იყო წინააღმდეგობა, რომ არა რატო უნდა შეეწირო შენ ამ ყველაფერს, მაგრამ ნახეთ ზუსტად იესო ქრისტემ თავისი სიკვდილით მოკლა სიკვდილი და ნახეთ დავით წინასწარმეტყველიც პირდაპირ სიკვდილზე არ მიდის.
ანუ იქ შანსი არ აქვს, წარმოუდგენელია, რომ ეს პატარა ბიჭი გოლიათის წინაშე რაიმე შანსი კონდეს გადარჩენის. სიკვდილზე წავიდა, დავითი არის თავგანწირული. დავითმა, ანუ თავისი ერის გულისთვის, ანუ ებრაელი ერისთვის, რაც გააკეთა იესო ქრისტემ მთელი მსოფლიოსთვის და ჩვენთვის ნებისმიერისთვის, ის გააკეთა წინასწარ, ანუ ნახეთ მიდის და თავს აკლავს ფაქტობრივად, მაგრამ ნახეთ ის რაც არ ჯეროდათ თავის დროზე ებრაელებს, თუნდაც მოციქულებსაც არ ესმოდათ კარგად ქრისტეს მოღვაწეობიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რატო იკლავს, რატო უნდა მოკდეს თუ ღმერთია. ვერ ხვდებოდნენ, ამას ძალიან უჭირდათ, მაგრამ ნახეთ, როცა მაცხოვართან მიდის პეტრე მოციქული ერთ რამეს შეგახსენებ. ეუბნება ესეთ რამეს, იქნება და არიდო თავი ამ ყოველივეს და არ ევნო. და ნახეთ რას ეუბნება იესო ქრისტე, განვე ჩემგან სატანა, რამე თუ არას რახავ ღვთისასა, არამედ კაცისასაო. ანუ ნახეთ აქ რა არის ნათქვამი, ზოგჯერ ჩვენ ადამიანური შეხედულებით, გონებით, გონია რომ სწორად ვიქცევით და მოციქულიც ამას ფიქრობდა, რომ სწორად იქცეოდა, მაგრამ არ იქცეოდა სწორად, იმიტომ რომ ღმერთს რა ქონდა ჩაფიქრებული, ხო არ იცოდა მაგრამ. ამიტომ ეს არის ზუსტად რომ დავითს წინასწარმეტყველს ნახეთ როგორი სარწმუნოება აქვს, რა აქვს მას ჩაფიქრებული, მას არც კი გონია რომ ის ოდესმე ვინმეს წინააღმდეგ ძალით გაიმარჯვებს, არა. აი ზუსტად ეს არის სიმდაბლე, რომ აი ქრისტეს ძალით კი არ გამომარჯვებია სამყაროზე და ბოროტზე და დემონზე. მას სიმდაბლით გაიმარჯვა. მოდი იყოსო წუთის სოფელმაო გააკეთოს თავისი გასაკეთებელი, აბა თუ გაიმარჯვებსო. და მოვიდესო ფილისტიმელთა გოლიათიო, ამ შემთხვევაში დემონიო, მტერი ებრაელი ხალხისა. მოვიდესო და მეო იესო ქრისტეს, ანუ ამ შემთხვევაში უფალი საბაოს სახელით, ამ შემთხვევაში მაშინ იესო ქრისტე ჯერა განკაცებული არ იყო. დავითის ტომიდან გამოვიდა, მე ჩვენ როგორც ვიცით, ხო ეს ცოტა დიდი ისტორია. ხო? და რას აკეთებს? მიდის და უფალი საბაოს სახელით მიეკვეთება და ამარცხებს როგორ? სულ ისეთი რაღაც ფორმით, რომელსაც ვერავინ ვერ წარმოიდგენდა და გაათავისუფლა ებრაელი ხალხი ამ ასე თქვა დემონის ტყვეობისგან. აი ეს არის ზუსტად ის გამეორება შემდეგში იესო ქრისტეს მხრიდან, ანუ წინასახე იყო რა, ის რომ უნდა ქონდოდა ადამიანს მორჩილება და თუ ადამიანი მორჩილებით იქნებოდა და იქნება დღესაც თავისი ღმერთის გამჩენის წინაშე, მაშინ სიმდაბლით ყველანაირ წინააღმდეგობას გადალახავს ადამიანი, ყველგან იქნება გამარჯვებული. და მეტიც, ნახეთ, ყველაზე მთავარი რაც არის ჩვენი ასე თქვა ბრძოლა არის, რომ ჩვენ უნდა დავამარცხოთ სიკვდილი. ჩვენში ვამარცხებთ სიკვდილს. ჩვენ არ გვეშინია სიკვდილის. ნახე, როცა შენ ქრისტეს შვილი ხარ, როცა შენ ქრისტეს ცნებებით ცხოვრობ, როცა შენ აღსარებით და ზიარებით ცხოვრობ, მაშინ შენ სიკვდილის არ გეშინია. იმიტომ რომ პირდაპირ ამბობს უფალი იოანეს სახარებაში ასეთ რამეს, ამინ გეტყვით თქვენ, რომელმან სიტყვანი ჩემნი ისმინეს და რწმენეს მომავლინებელი ჩემი. აქ უნდეს ცხოვრება საუკუნო, სასჯელს იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი ცხოვრებისათვის საუკუნოდო. ნახეთ რას გვეუბნება, ეხლა ცოტა თული ძველი ქართულით არის ეს, მაგრამ ნახეთ განგიმარტავთ უცებ და ამით დავასრულებ. რომ ნახეთ, ვინცო მეო ჭეშმარიტად გეუბნებითო თქვენო, რომ ვინც ჩემს სიტყვებს შეასრულებს, ვისაც წამთ მომავლინებელი მამა, ანუ მამა ღმერთი, ძე ღმერთი და სულიწმინდა. და ვინც აღასრულებს იმას შეძლების და გვარად ჩემ ჯულს, რომელსაც მე მას ვაძლევ, მაშინ ის არ მოკვდება, ის არ წარწყდება, ის გარდაიცვლება, მეხსევლად როცა გარდაიცვლება, ანუ დაიძინებს და გაიღვიძებს მარადისობაში, სიხარულში და ბედნიერებაში. მას არანაირი დამკოლება აღარ შეექმნება ცხოვრებაში. აი ეს არის, ეს იყო ის იმედი და ის მორჩილება და ის სიყვარული, რაც გააჩნდა დავით წინასწარმეტყველს და რაც სხვა მამათავრებს ასევე და წინასწარმეტყველებს და ბოლოში უკვე ამით ასე თქვა იესო ქრისტემ დაასრულა თავისი ასე თქვა ჯვარცმით და შემდეგ აღდგომით დაასრულა უკვე ადამიანებთან ასეთი ფორმით ურთიერთობა.
და ეხლა უკვე მოდის ყოველ წირვა ლოცვაზე ჩვენთან უხილავად რა თქმა უნდა ჩვენთვის თვალით, თუმცა ხილულად ისე რომ წირვაზე ის დაიკვლის ჩვენთვის და პურის და ღვინის სახით გარდაიქცევა ხორცად და სისხლად, რომელიც არის ზუსტად ჩვენთვის ბაკუნებელი და გადამრჩენელი. ამის გარეშე ადამიანი ვერასოდეს ვერ გადარჩება. ეხლა მინდა გესაუბროთ იგავი ტალანტების შესახებ რას ნიშნავს. ეს ტალანტები არის ფულის ერთეული. აი წარმოიდგინეთ, რომ ლარიანი ჩვენ რა ქვია ერთ ლარიანი რკინის მონეტა რო გვაქვს. ეგ რო იყოს თლიანად ოქრო. თლიანი ოქრო რო იყოს, ნუ აი ძვირად ღირებული, აი წარმოიდგინეთ, რომ ერთი ცალი ესეთი ოქროს მონეტა არის. მოვიდა ბატონი ოწერია და მაგალითად ნათია მეტივიშვილს მიცა 5 ტალანტი. ანუ 5 ოქროს მონეტა. დაუთხრა, ნათია ჩემო საყვარელო. აბა წაიღე ახლა შენ ეს 5, გამოიყენე საქმეში, იშრომე, იღვაწე, მოიფიქრე, რაში შეიძლება გამოიყენო, რა უკეთესად განავითარო და უფრო მეტი როგორ ესე იგი შექმნა ამ 5-ისგან. მერე ანდრია კოკოზაშვილს ქარელიდან უთხრა, ჩემო ანდრია, ჩემო საყვარელო, შენ 2 ტალანტი, 2 ოქროს მონეტა, წადი, მოიფიქრე, დაჯექი შენ მეგობრებთან, შენ საყვარელ ხალხთან ერთად, დაწერე გეგმა, რომ აი რა შევიძენ ამით, როგორ მოული, როგორ გავაკეთებ, როგორ გავყიდი თუ ასე შემდეგ, მოაგროვე და 1 წელიწადში მე დავბრუნდები და გამოკითხავ და შევამოწმებ. და მესამე, აბა ვისზე ვთქვათ, მოდი ილია ბიწაძე ჩვენი მეგობარია და ილია ბიწაძეზე ვიტყვი. ილია ბიწაძეს მიცა 1 ტალანტი ოქროს მონეტა და უთხრა, აბა ილია, აი შენ 1 და 1 წელიწადში აქ მოვალ. გავიდა 1 წელიწადი, მოვიდა ბატონი და ეხლა უნდა შეამოწმოს, აბა ვინ რა გააკეთა. მივიდა ნათიასთან პირველი და ნათიამ თურმე რა გააკეთა. ეს 5 მონეტისგან შეიძინა მიწა, შეიძინა სამშენებლო იარაღები, ბარი, თოხი, ტრაქტორი, დათესა, დარგო თქვათ, მოდი დათესა ვთქვათ. არა, დარგო თქვათ. დარგო მარწყი, იყიდა მარწყვის კარგი გემრიელი ჯიშები, მორწყა, დაუყარა სასუქი, კარგად მოუარა ეს ფული, სულ ამაში დაჭირდა. მოიყვანა ძალიან დიდი მოსავალი მარწყვის, გაყიდა და 5 ტალანტის ნაცვლად 10 ტალანტი მოუვიდა. აი 10 ტალანტი და რომ მოვიდა ბატონი უთხრა, აიო, მე 10 ტალანტი მოვაგროვე უფალო. ბატონმა უთხრა, ყოჩაღნათია შენ ეტყობა, შენი ძმაც მოგეხმარა ყოჩაღი ბიჭი ჩანს. და მე ყოჩაღ შენ რომ მცირედით ასე კარგად რომ მოიმუშაკე, შენ აბა ბევრი რომ მოგწე კიდე უფრო ბევრს გააკეთებ და ყოჩაღ დიდი მადლობა და შეაქო. აბა მერე მივიდა ანდრიასთან და ანდრიამ თავისი დამოიხმარა იქიდან. და ასევე ამ 2 იმისგან შეიძინა თქვათ რაღაცა ავიღოთ, თქვათ ფურცელი, შეიძინა მელანი, საწერკალმები და დაჯდა და ლექსები დაწერა. წერა ბევრი ლექსები, ლამაზი, გემრიელი ლექსები, სიმღერები, მერე გამოსცა წიგნად და აბა წიგნები და გაიყიდა ბევრი წიგნები და რო გაიყიდა, გადაახურდავა, გადმოახურდავა 2 ტალანტი, ესე იგი 2 ხო ქონდა, 4 ტალანტი მოიგო. ანუ 2 ქონდა და გააბევრა. მოვიდა ბატონი და უთხრა, ყოჩაღ ანდრია, ესეთი ცოტა მოგეცი და ასეთი კაი საქმეები აწარმოე, შენ რო ბევრი მოგცი, აბა უფრო მეც სიკეთეს იზავ და მადლობა გადაუხა და შეაქო და მოეფერა. ახლა მივიდა იმ ადამიანთან. არა ილიაზე ვერ მოვყვები, ილია ისეთი ბეჯითი ბავშვია, რომ ილია მაგას არ იზავდა, მაგრამ ისე მოვყვეთ ზოგადად. მესამე მასე უთხრა, რომ მეო გავიგეო, რომ შენ კაცრი ბატონი ხარო.
ხო და ძალიან მკაცრად მომთხოვდი მეგონა ერთი წლის თავზეო და ვიფიქრე ახლა ჯერ ისედაც ერთი ტალანტი მაქვს და ესეც რო გავყიდო და რაღაცა შევიძინო, ვაი თუ სულ ვეღარაფერი ვეღარ მოვიპოვო, ხელცარიელი ხო არ დავხვდები ბატონსო. ამიტომო ავდექიო, მიწა ამოუთხარეო, რო არავის დაენახაო და ეს ერთი ტალანტი შიგ დაუმალეო ოქროს მონეტა და მიწა კარგად მიუტკეპნეო. არც მე გამოვიყენეო, არც სხვას მივეციო. ეხლა რო გავიდა ერთი წელი და გავიგე მობრძანდებოდით ბატონო, ამოუთხარე მიწაო, ამოვიღებ და აჰა, ერთი ტალანტი ხომ მომეცით? აჰა, თქვენი ერთი ტალანტი უკანვე წაიღეთო. და გაბრაზდა ბატონი. და უთხრა, თუ მიწაში დამარხვა მინდოდა, მე ვერ დავმარხავდი მიწაშიო, შენ იმიტომ მოგეცი, რომ იმისგან რამე გაგეკეთებინა და გამოგეყენებინა და გაგებევრებინაო. და ვინაიდან შენო არ გააკეთეო, ის ერთიც გამოართვა, შენ ამის ღირსიც არ ახარო წაართვა. ისაც და მისცა ნათიას, რომელმაც 5-დან 10 მოიპოვა. აჰაო, აი შენ იმდენად კარგად მოიხმარე და გააბევრე, რომ წაართვა იმას, ვინც არაფერი გააკეთა იმისგან და მისცა იმას, ვინც კარგად იშრომა და გაამრავლა ღმერთის მიერ მოცემული ტალანტები. აი ესე მთავრდება ეს ამბავი. ეხლა ჩემო ძვირფასებო, როგორც იცით, ქრისტეს ისტორიები სახარებაში რაც გვიწერია, იგაური ენით არის დაწერილი. იგაური ენით ნიშნავს, რომ ესე იგი მოყოლილია რაღაც ზღაპრულად ამბები, მაგრამ იმის უკან ძალიან დიდი აზრია ჩადებული. ანუ სხვა რაღაცას გვიყვებიან, მაგრამ ნიშნავს ეს გადატანითი მნიშვნელობით სულ სხვა რამეს. ეხლა როგორ იხსნება ეს იგავებზე ტალანტი? ტალანტებზე იგავი როგორ იხსნება? თურმე ჩემო ძვირფასებო, თვითვეული ტალანტი არის ღმერთის მიერ მონიჭებული ჩვენი ნიჭი, უნარი. აი, მაგალითად, ნინო კანთელაშვილი რო კარგად წერს. მაგალითად, კაი მოთხრობებს, კაი ლექსებს წერს, ხო? ვიღაცა სიტყვაზე ჩვენი სამყვარელი ბაჩო და კატო ბაჩანაშვილები კარგად ღერიან, ვიცნობ მე მაგათ. აი, მარიამ ღვინიაშვილი კარგად ცეკვავს, ლიზა ცაკაშვილი ანსამბლში ცეკვავს მაგალითად, ჩვენი რუსთაველი მშვენიერება. ხო და ასე შემდეგ. ანუ ესე იგი, თქვათ ამ 5 ტალანტში თქვათ, რომ მიანიჭა ლექსის წერის უნარი, მიანიჭა კარგი დამახსიერების უნარი, მიანიჭა კაი სიმღერის ნიჭი, ლექსების კარგად წარმოთქმის ნიჭი და თან ესე იგი მიანიჭა სილამაზე, მშვენიერება. და უთხრა, ეს ყველაფერი იმიტომ კი არ მოგეცი, ჩემო სამყვარელო, რომ არავის არ მისცე და არ გაუყო და არ გამოიყენო ეს ნიჭი, რომელიც მოგეცი. აი ზოგმა იცის, რომ მე კი იცის სიმღერა, აუ არ მინდა რა, არ მინდა, ვერ ვიმღერებ რა. აი იცეკვე, აუ არა, ვერ ვიცეკვებ რა. საზოგადოება არ მომწონს, ამ ცხენია რაღაცა და არ იცეკვებს. ეხვეწებიან მეგობრები, მიდი რა ჩემო სამყვარელო, შენ ხო კარგად ვღერიღარ. არა რა, არ ვიმღერებ, გაიპრანჭა მოკლედ. ხო და რო არ იმღერა, როგორ არის იცი? რაცა გაქვს, იმასაც წაგართმევს ღმერთი. ეხლა უყურე, ვინაიდან ნათიამ კიდეც იმღერა, კიდეც ეცეკვა, ლექსებიც კარგად წაიკითხა, რაღაცა ხო 5 მისცა თავისი სილამაზით. დაუმატა კიდევ 5, ნახეთ? 5-ვე რომ მოახმარა ხალხს, რომ ბედნიერები იყვნენ, უმღერა კიდეც, აბარა, თუ იცი, კაი სიმღერა და შენი სიმღერით ბედნიერდება სხვა, რატო უნდა მოაკლო? აბა მითხარით. ღმერთმა ამისთვის მოგცა, რომ დამალო და არა და გაიპრანჭო და გაიბუსხო და რაღაცეები? და მამის მეგობრები არიან, ხო გთხოვეს, რომ იმღერე, თუ იცი, იმღერე, გაუხარდეთ, რა ჯობია, მამის მეგობრებს ხო ძალიან გაუხარდებათ, რა მაგარი შვილი ყავთ, რა კარგად ღერიან. ხო, ეგრე რომ ჩვენ რა ნიჭიც გვეძლევა, ამ ნიჭს ყველას ღმერთი გვაძლევს. ადამიანს ღმერთის გარეშე არაფერი არ შეუძლია. მაგრამ შენ თუ ამას კაცთა სასიკეთოდ არ მოახმარ, ქვეყნისთვის, ღმერთის სადიდებლად, რომ ადამიანები გააბედნიერო, ამისთვის არ მოახმარ, რაცა გაქვს, იმასაც დაკარგავ. და თუ ეს ყველაფერი რაც მოგცა ღმერთმა მოახმარე, ხო?
კიდევ 5-ს მოგცემს, ანუ ორჯერ მეც მოგცემს. 2 თუ გაქვს 4-ს მოგცემს. ხო და ეხლა უყურე, თუ შენ 1 მოგცა სიტყვაზე კარგი ნიჭიერება სწრაფად იმახსოვრებ. მაგრამ იზარმაცე არ ისწავლე, წიგნი არ გადაშალე, იფიქრე ნიჭიერი ვარ კაცო, მაინც რაღაც წაგართმევს მაგ ნიშსაც და ვისაც ქონდა 10, იმას დაუმატებს მაგ მეხსიერების ნიშსაც. ეგრე რომ დაიმახსოვრეთ, ჩემო ძვირფასებო, მოდი ახლა წაგიკითხოთ, აქ ძალიან გამართულად კარგად წერია ეს ბოლო ფრაზა. ძალიან მომწონს ეს ბოლო ფრაზა, ნახეთ მორალი. მორალი რა არის? ანუ რა ამ იგავიდან რა ვისწავლეთ? დასკვნა. ყოველგვარი ნიჭი, უნარი, სასიცოცხლო ძალა, სიყვარული გულში და საერთოდ რაც რამ გაგვაჩნია, უფლის მონიჭებულია და უფლება არ გვაქვს ჩვენთვის შევინახოთ და არ მოვახმაროთ მოყვასის ბედნიერებასა და მშობელი ერის კეთილდღეობას. თუ გასცემ, სხვას მოგეცემა და თუ არ გასცემ, ისიც წაგერთმევა, რაც გააქვსო. აი მეორენაირად ჩვენმა დიდებულმა, ესე იგი ბრძენმა, მგოსანმა, შოთა რუსთაველმა ასე ლამაზად გამოსთქვა, რასაც გასცემ, შენიაო. რასაც არაო, ანუ რასაც არ გასცემო, ის დაკარგულიაო. ეს რას ნიშნავს? ყველაფერს გვაძლევს ღმერთი, მაგრამ შენი აქედან არც ერთი არ არის. შენ მარტო რასაც გასცემ, შენი ის არის. მიხმით? აი რომ გეგონოს რომ მე რა ლამაზი ვარ და ჩემია ეს სილამაზი. შენი როგორ არის? ღმერთმა მოგცა ეგ სილამაზი. მაგრამ შენ თუ ამ ყველაფერს, შენ ნიჭს, შენს უნარს, შენ მშვენიერებას, ყველაფერს გამოიყენებ კაცთა საბედნიეროდ, რომ გააბედნიერო, შენი ერს ემსახურო, შენს სამშობლოს ემსახურო და შენ საყვარელი ადამიანების გასაბედნიერებლად გამოიყენო, უფალი ამასაც შეგინარჩუნებს და კიდევ დაგიმატებს და რასაც კიდე სიყვარულით გასცემო, უფლის წინაშე მხოლოდ ის დაგხვდებაო. ანუ შენი მხოლოდ ეს არის, რასაც გასცემო და თუ რამეს არ გასცემ, ის დაკარგულიაო, ანუ ცოტა ხანში ღმერთი იმ ნიშსაც წაგართმევს. ასე რომ იფხიზლეთ, რადგან არ იცით დღე, არც ჟამი, როცა ძე კაცისა მოვა. რადგან იგი იქნება როგორც კაცი, რომელმაც წასვლისას მოუხმო თავის მონებს და მისცა მათ თავისი ქონება. რომელიღაცას მისცა 5 ტალანტი, რომელიღაცას 2, ხოლო რომელიღაცას 1. თითოეულს თავისი ძალის მიხედვით და მაშინვე წავიდა. და ვინც 5 ტალანტი მიიღო, წავიდა და ასარგებლა იგი და შეჰმატა სხვა 5 ტალანტი. ასევე ვინც 2 მიიღო, შეჰმატა სხვა 2-ც. ხოლო ვინც 1 მიიღო, წავიდა, ამოთხარა მიწა და დაფლა თავისი ბატონის ვერცხლი. დიდი ხნის შემდეგ მოვიდა იმ მონების ბატონი და პასუხი მოსთხოვა მათ. და წარუდგა ვინც 5 ტალანტი მიიღო და მიართვა სხვა 5 ტალანტი და უთხრა: ბატონო, 5 ტალანტი მომეცი მე. აჰა, სხვა 5 ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი მონავკეთილო და სარწმუნო. მცირედზე სარწმუნო იყავი, მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც 2 ტალანტი მიიღო და უთხრა: ბატონო, 2 ტალანტი მომეცი მე. აჰა, სხვა 2 ტალანტი შევმატე მას. უთხრა მას მისმა ბატონმა: კარგი, მონავკეთილო და სარწმუნო. მცირედზე სარწმუნო იყავი,
მრავალზე დაგადგენ შენ. შედი შენი ბატონის სიხარულში. მოვიდა ისიც, ვინც ერთი ტალანტი მიიღო და უთხრა. ბატონო, ვიცოდი რომ სასტიკი კაცი ხარ. იმ კი, სადაც არ დაგითესავს და კრებ, სადაც არ დაგიბნევია. და შემეშინდა, წავედი და დავმალე შენი ტალანტი მიწაში. აჰა, შენი შენთან არის. მიუგო მისმა ბატონმა და უთხრა მას. ბოროტო მონავ და ზარმაცო. იცოდი რომ ვიმკი, სადაც არ დამითესავს. და ვკრებ, სადაც არ დამიბნევია. ამიტომ უნდა მიგეცა შენ ჩემი ვერცხლი ვაჭრებისთვის. და როცა მოვიდოდი, ავიღებდი ჩემსას მონაგებით ურთ. ამიტომ წაართვით მაგას ეგ ტალანტი და მიეცით, ვისაც აქვს 10 ტალანტი. რადგან ყველას, ვისაც აქვს, მიეცემა და მიემატება, ხოლო ვისაც არ აქვს, რაც აქვს, წაერთმევა მას. და ეგ ურგები მონა, გააგდეთ ბნელ გარესკნელში. იქ იქნება ტირილი და კბილთა ხრჭენა. წმიდა და უბიწო რომც იყო, თუ კი შენს ტალანტს არ გაამრავლებ და დასაღუპად განწირულ ძმას ცხონების გზაზე დადგომაში არ დაეხმარები, იმ მონის ბედს გაიზიარებ, რომელმაც მისთვის მიცემული ტალანტი დამარხა. ძალიან საინტერესო სიმღერით, კლიპით მინდა დაგემშვიდობოთ, მაგრამ სანამ დაგემშვიდობებით, მინდა დიდი სიყვარულით მადლობა ერთიანად თქვენი სახელით გადაუხადო იმ ბავშვებს, ვინც დავალება შეასრულა. მე ადრე გითხარით, რომ ლიზი გაბრიელაშვილმა ძალიან ლამაზი წაგიკითხეთ კიდეც, მარიამ კანთელაშვილმა რა კარგი რამე დაგვიწერა, თეთი ქართველიშვილმა დაგვიწერა შობაძე ძალიან საინტერესო, ასევე ნინო კანთელაშვილმა კიდე დაწერა ძალიან საყვარელი, ლიზი გაბრიელაშვილმა ისევ, ეს ბავშვები ძალიან აქტიურობენ. მე უკვე აღნიშნელო ლუკა ქორიძემ ძალიან საყვარელი რამ დაგვიწერა, სხვათა შორის თქვა, რომ ერთი საინტერესო დაკვირვება მოახდინა ლუკამ და ასეთი რამ თქვა, რომ ჩემთვისო მაინცო რაღაცა ქრისტეს სიყვარულით ტკივილთან ასოცირდებაო და ადამიანმაო ალბათ რაღაცა მწუხარებაც უნდა იგრძნოსო. ანუ ესე იგი ეს უნდა უსწრებდესო რა წინო, რომ ადამიანმა უნდა იგრძნოს ქრისტეს როგორც ტკიოდა ის ტკივილები ჩვენთვის რო ითმენდაო. ხო და მეცო თითქოს ამ წირვაზე სხვანაირი გამისდევა მქონდაო და თითქოს ეს მწუხარება შემოვიდაო თავიდან და მერე გული გამithვაო, სიყვარული ჩადგაო და ასეთი შემთხვევა პირველად მქონდაო. აი ესეთ საინტერესო წეს. თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ ასეთ Facebook-ს გვერდზე სამშობლოს მცოდნეობა ტირე ლექსო გელაშვილი და იქ ამ ბავშვების ნაწერებს ყველას ნახავთ და შეგიძლიათ წაიკითხოთ, თქვენ თვითონაც დაგვიწეროთ რა თემაზეც გინდათ, თავისუფალი თემა იქნება ნათლია ნათლულებზე, რამე ამბავი, შეგიძლიათ თქვენ თვითონ მოიგონოთ რამე ამბავი, მოკლედ ჩვენ რაც გაგვიხარდება იცით, ეს არის რომ იყოს სიყვარულზე, სიკეთეზე, იყოს თუნდაც აი სახთოს სწავლებებზე, რასაც აქ სწავლობთ, აი ეს ჩანდეს. სულ ბოლოს კი მინდა ჩემო ძვირფასებო, მინდა ნანა მასწავლებელს ჩავრთოთ, ნანა მასწავლებელი. დღეს ჩვენ შემოგვიერთდა პირველად ნანა მასწავლებლის დის ანსამბლის სტუდია, რომელიც ჩვენთან იმყოფება, მისი დახემწყონელობს ნონა ბურძენიძე, ჩემო ძვირფასებო. აი აქ არის, აბა ნანა მასწავლებელო, ჩაგვირთეთ თქვენ, სტუდიას მზე ქართულო ჰქვია, იმდენად მოეწონა ჩვენ საყვარელ ირმა მასწავლებელს, რომ ალილო რო გააკეთა თავის სოფელში, სოფელ გომში, ხაშურში. ეს სიმღერა გამოიყენა და ისეთი ლამაზი კლიპია, აი ცრემლები რომ მოგადგება რა, აი ძალიან გახარებული ვიყავი. შენაც არის.
უღრმესი მადლობა. აბა ისმის ჩემი ხმა ლექსო მასწავლებელო. ისმის და გისმენთ. აბა ყველას დაგვიხასიათეთ. დიდი სიყვარული, თვალ უდიდესი დღესასწაულია, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული. გულოცავ სრულიად საქართველოს. ჩემო პატარებო, თქვენ როგორც ნათლულებს, თქვენს ნათლიებს, დალოცილები ყოფილიყოს თქვენი ნათლია. ჩემი დაიკოცა აქ არის ახლა თავის გაბრიელთან ერთად და მე ღელავ, ხო იცით ყველაფერზე რომ მეეტირება ხოლმე ნანა მასწავლებელს და მიხარიხათ აი საქართველოს როგორ არის ნონა რო გაბრიელ ბეგიაშვილი სტუდია მზექართულო, აი ჩემი დაიკოც ჩანს აქ. გაბრიელ ბეგიაშვილი. გაბრიელის ერთ-ერთი წამყვანი სოლისტია ამ ანსამბლის. გაბი დეიდიკო, გეფერები დიდი სიყვარულით, შენს მეგობრებს აქ არიან, მხედავ რომ მზექართულოს ბავშვებიც აქ არიან და წარმატებას გისურვებთ, ხელს გვიქნევს გაბრიელი. რა ვიცი, ყველას მოგიკითხავთ, ჩემი მოსწავლეების მხედავ და გულს უხარიხართ ჩემო პატარებო, ჩემთვის უსაყვარლეს ადამიანებს აქ ყველას გეფერებით ძალიან დიდი სიყვარულით. როგორ ბრძანდებით ლექსო მასწავლებელო? როგორ დაგვენახეთ ცოტა, აი ეს ყველას მოგესალმებით დიდი სიყვარულით. ზურა ეწერა მაგ კადრზე და ამის თვალყურს ვადევნებდი. დიახ. და ეგრე რომ გიყურებდით ძალიან საყვარლები ხართ, სულ ერთმანეთს ეფერებოდნენ და ეგ არის, აბა სიყვარულით უნდა ვიყოთ, მეტი რა არის. მე ვიდრე ჩემი სტუდიის მადლობა უფალს ყველაფრისთვის. ყველა დღისთვის და ამ ლამაზი დღისთვის გილოცავთ ყველას ნათლისღებას. აიხარეთ. აბა თამარ, გაამზადე შენ ეს სიმღერა და მე განსაკუთრებული სიყვარულით მინდა მოვეფერო გერმანიიდან ჩვენა ყავს ელენე ალადაშვილი, ჩვენი უსაყვარლესი გოგო, ჩვენი ნატალიას მეგობარი, თუ გახსოვთ გვერდთვებოდა ხოლმე ძველებს ემახსოვრებათ, როგორ გალამაზებულა. აბა ელენეს ჩაურთე ერთი თამარ, გვითხრას ორი სიტყვა. ლათინური ასოებით არის, ნახე როგორ გალამაზებულა და დახატულა ეს ალა ჩვენი ელენე. როგორ ახარ? ლექსო მასწავლებელო, როგორ ბრძანდებით? ჩემო საყვარელო, როგორ ხარ შენ? კარგად, თქვენ როგორ ხარ? როგორი დიდი გოგო გამხდარ ხარ? არ ჩამოდიხარ ჩვენსკენ? როგორ მომენაცხდეთ? ჩემო საყვარელო. ჩემო ლამაზო. მოდი, სად არის ნატალია? თუ ტირილია, ტირილი იყოს ერთი. ნატალიაც აქ იყო, ჩართო და ბარემ ნატალიაც მოეფეროს. ნატალია, ისეთი რამე უთხარი ეხლა ელენეს, რომ აღარ იტიროს. შენ გეცოდინება რაღაცა საიდუმლო სიტყვები საღვთო. დღეს ვიყავი ეკლესიაში და იქ ნაკურთხი წყალი მოგცეს და ძალიან მადლიერი ვარ მართლა, რომ აქაც ჩამოდის მამაო და ლოცვებს ატარებს, იმიტომ რომ ძალიან გვიწყდება, რომ ყოველ კვირას ვერ მივდივარ ტაძარში და თქვენსავით ვერ ვლოცულობ. არა უჭი, ჩემო საყვარელო, მთავარია აი განცდა ესეთი გქონდეს, რომ გენატრება ესა და არ შეგიძლია და ამის გარეშე მართლაც ასე უნდა იყოს ადამიანი. ამის აი რას ამბობს, იცით, გაბრიელ ეპისკოპოსი, როგორც სხეულს უნდა ჭამა და ორი დღე რო გავარო ვერ შეჭამს. ყოველ კვირა ასე უნდა იყოს სული ზიარებაზეო. ეს ნიშნავს კაი მდგომარეობაო. აბა თუ ცხოვრობ ზიარების გარეშე ჩვეულებრივად და გადის კვირები, თვეები, წლები და შენ არც გაწუხებს, ეს არის ცუდი მდგომარეობა და გენაცვალე მაგ გულში და მაგ ცრემლებში. დაგიკოცნე თვალები, ჩემო ლამაზო, ჩემო ჭკვიანო, ჩემო საყვარელო და როგორ გალამაზებული ხარ, ძალიან გალამაზებული ხარ. გენაცვალე გოგო, როგორი სიყვარული ხარ. ნატალია აქ იყო თამარ და აღარა. კი ვერ ვიპოვეთყობა ისა. ლათინური ასოებით არის, აბა იქნება იყოს. არა უჭის, თუ არა და მაშინ კაი ალილო ჩავრთოთ, ელენეს ეწოდება ეს ალილო. მანამ ჩავრთავ, მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია ბავშვებო. გადაწყდა უკვე დღეს ნინო რო ჩამოვიდა, მარტო ნათლს არ ჩაეხუტა. მოკლედ ჩვენ დღეს მთელი დღე გეგმებს ვაწყობდით ბანაკთან დაკავშირებით და ყველგან დავრეკეთ, გავარკვიეთ ყველაფერი და 9-ში წავალთ ბანაკში, ჩემო ბავშვებო, ბოდიშით ამ ხმისთვის 9-ში წავალთ ნაკადი, ანუ 9-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვები.
ხო და თქვენ მოგაწვეთ ჯერ ხელმძღვანელობასთან მაქვს გასავლელი რიგი საკითხები, რომ ერთად გადავწყვიტოთ ჩვენ რა და როგორ იქნება, მაგრამ მინდა უთხრათ სახლში მშობლებსაც, რომ 9 მარტიდან 11 მარტის ჩათვლის 9-დან 13 წლის ასაკის ბავშვები, აი ასე იქნება ჩვენი ბანაკი არ დადეგებზე, გაზაფხულის არ დადეგები რო იწყება ერთკვირიანი, მაშინ ემთხვევა და სკოლას არავინ არ გააცდენს. გამარჯობა, ეს კიდევ ერთხელ. მე ძალიან მომენატრა ელენე და მინდა რომ ჩვენთან ერთად იყოს, რა თქმა უნდა. ხო და რაღაცა ისეთი წაუკითხე ელენეს ახლა შენ რო იცი, რომ ელენეც დაამშვიდო და ჩვენც რაღაცა მოიფიქრე შენ რო იცი და რაღაცა რაც შენ გინდა. მას ლექსი? კი ბატონო. დიახ. მე წავიკითხავ ოთარურუას ლექს ფიცმას. ამამით. ფიცავ, ჩემს ქართულ ხასიათს, თის მშობლის წილხვედრ მიწას, დიდგორს, შამქორს და ბასიანს, სრემ შეუშრობე რიწას, მანდილს ქართველი ქალისას, სიყვარულივით წმინდას, გოგლას უმწიკველო მარიტას ფხოვს, ჩარგალს, სტეფან წმინდას, ფიცავ მთაწმინდის მთვარეს, ნაციონალურ ვაჟას, შვილის ნუკრის თვალებს ალგეთში დაზრდილ ლეკვებს, რომ სანთელივით იწვის, მკერდქვეშ მართალი გული, ესმის ყივილი მიწის, უსმეს სულ განაბული, გულწრფელს დიკონებს ვუწერ, მე 9 აპრილის გმირებს, დედა რომელიც ურწევს აკვანს პატარა შვილებს, ფიცავ სიმღერას გედის, დედის სამარეს წმინდას, ღუღუნს მშვიდობის მტრედის გრემს, გელაც, ნიკორ წმინდას, რომ უთქმელათაც მიყვარს, ყველა მამული შვილი, აქ ნათქვამ არც ერთ სიტყვას, არ მიადგება ჩრდილი. ოჩა! აი, ჩრდილები და მწუხარება წაშალა ნატალიამ და მოდი გულები გაუგზავნოთ ელენეს სუყელამ. ელენე, ყველა გული შენია ესენი. ჩემო სამყარელო, გეფერებით. ნახე ახლა რა სიმღერა უნდა მოგიწყვნათ, ბავშვებო. კიდევ ვიმეორებ, ჩვენი ნანა მასწავლებელი როა ბურძენიძე, აი სუჭიათურელები არიანა ყველაზე ბევრი, ყველაზე მაგრები. მაგის დის დაწერილი სიმღერაა, ეს სიმღერა საშობაო ალილოზე და აი უზომოდ მომწონს. ისე შემიძლია ჩავრთო მოусმინო ხოლმე და დიდი მადლობა ნონა მასწავლებელო, მართლა ძალიან მაგარია. მაგით დავამთავროთ ბავშვებო და დავემშვიდობოთ ერთმანეთს დიდი სიყვარულით. აბა წავიდა თამარ. Sixaruli Christe
მერეთი მოგცემთ ბარაკასა გადვიშალეთ კარგი სუფრა მერეთი მოგცემთ ბარაკასა